მოგესალმებით, დღეს ინვეცფიდის ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმოში გიმასპინძლებთ. მე ანდრია ვარ, სურსათის და ცხოველთა საკვების უნებლობის სპეციალისტი. მე თორნიკე ვარ, ცხოველის საკვების ტექნოლოგი და ნუტრიციოლოგი. დღეს გვინდა გაგაცნოთ თუ რა ინგრედიენტებს ვიყენებთ წარმოების პროცესში და რა საკონტროლო ეტაპებს გადის იგი სანამ წარმოების პროცესში ჩაეშვება. რეცეპტურაში ძირითადად ნედლეულ სხვადასხვა სახის მარცვლეული და შროტები წარმოადგენს, როგორიც არის მაგალითად სიმინდი, ხორბალი, სოიას შროტი, მზესუმზირა და სხვა. ნედლეული შერჩევისას ყურადღება როგორც ხარისხობრივ, ისე უნებლობის მახასიათებლებზე მახვილდება და შემოწმების პირველი ეტაპი ნიმუშის სწორი აღება. სატვირთო ავტომობილში ეტევა დაახლოებით 20-დან 25 ტონამდე ნედლეული, შესაბამისად მნიშვნელოვანია ნიმუშის სხვადასხვა წერტილიდან აღება. ნიმუშის აღებისთვის ვიყენებთ ISO მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს რეზულტატის სიზუსტეს. აი ჩვენი სიმინდის ნიმუშიც მზად არის, ეხლა უკვე მივდივართ ლაბორატორიაში, რათა გავიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს ეს ნედლეული ჩვენ შიდა სტანდარტებს, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილების და სამეცნიერო ექსპერიმენტების საფუძველზე შევიმუშავებთ. კრიტერიუმები, როგორც არის მაგალითად ტენიანობა, მიკოტოქსინებით დაბინძურება, მოქმედებს არა მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობაზე, არამედ სურსათის უნებლობაზე. მცირე ფერმერს ამ ყველაფრის კონტროლის რესურსი სამწუხაროდ არ აქვს, შესაბამისად რისკებიც იზრდება. ინვეცში კი ამ ყველაფერზე წარმოების პროცესის დასაწყისშივე ვზრუნავთ. ლაბორატორიული კონტროლი შედგება ძირითადად ორი ეტაპისგან. ეს არის ნედლეულის კონტროლი მის უნებლობაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა იგი ცხოველისთვის თუ ფრინველისთვის. აქ შედის ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის ნედლეულის ტენიანობა, მასში არსებული მამნებლები, ხორბლის შემთხვევაში გორველას არსებობა და ასე შემდეგ. ნედლეული მოწმდება ისეთ ხარისხობრივ კრიტერიუმებზე, როგორიც არის ცილა, ცხიმი თუ ბოჭკო. აუცილებელია რომ ეს კრიტერიუმები იყოს საწარმოს შიდა სტანდარტთან თანხვედრაში, რათა მოვახდინოთ რაციონის სწორი ფორმულირება. ახლა კი უნდა შევამოწმოთ ვიზუალურად ხორბალი და ვნახოთ თუ რა საფრთხე შეიძლება შეიცავდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ხორბლის მარცვლისგან განსხვავებულ შავი ფერის მარცვალს, რომელიც არის გორველა, იგი არის სარეველა მცენარე. მისი არსებობა ხორბალში შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქათმისთვის, იგი იწვევს ქათმის ინტოქსიკაციას და აუცილებელია განისაზღვროს მისი შემცველობა ხორბლის საერთო რაოდენობაში. გარდა ხორბალში გორველის არსებობისა, არსებობს სხვა კრიტერიუმები, მაგალითად როგორიც არის მავნებლების შემცველობა საერთო მარცვლეულის რაოდენობაში. ვამოწმებთ სიმინდს ფუზარიოზის ნიშნებზე, რომელიც არის სოკოვანი დაავადება. ფუზარიოზის არსებობა მარცვლეულში მოქმედებს უკვე სურსათის დაბინძურებაზე მიკოტოქსინებით. შესაძლოა მარცვლეულიდან გადავიდეს ჯერ ცხოველში მიკოტოქსინი, შემდეგ უკვე სურსათში. შევამოწმოთ ნედლეული მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. თითოეული ინგრედიენტისთვის ნუტრიენტები განსაზღვრულია კალიბრაციების მიხედვით სპექტრომეტრზე, სპექტრომეტრის სისტემაში. ჩვენ ვიყენებთ ინფრაწითელ სპექტრომეტრს ჩვენ ნედლეულის შესამოწმებლად. პირველ რიგში აუცილებელია დავფქვათ ეს ნედლეული, რათა მოვათავსოთ უშუალოდ ლაზერის სხივის ქვეშ და ამის შემდგომ უკვე მივიღებთ რეზულტატს, რითიც განისაზღვრება გამოვიყენებთ თუ არა მას წარმოებაში. მივიღეთ რეპორტი ჩვენ მიერ შემოწმებულ ნედლეულზე, რომლის სხვადასხვა ნუტრიენტების შემცველობა აკმაყოფილებს საწარმოს შიდა სტანდარტებს. შესაბამისად, შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს ნედლეული წარმოებაში. ნაწლავური ენტერიტი, სალმონელოზი, ეშერიხია კოლი. ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაბინძურებულ ცხოველის საკვებთან ასოცირდება. შესაბამისად, განსაზღვრული ჯერადობით ვატარებთ კვლევებს აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებზე. განვიხილოთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე კრიტერიუმი არ ემთხვევა საწარმოს შიდა სტანდარტებს. ამ შემთხვევაში ტენიანობა, რომელიც არის მაპროვოცირებელი მიკროორგანიზმებისა თუ სოკოების, ეს კი როგორც შენახვის, ისე წარმოების თუ უშუალოდ ფერმის ცხოველის მიერ მოხმარების დროს შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს და ასევე შესაძლოა ეს აისახოს უკვე სურსათში და დააბინძუროს იგი. როგორც კი დავრწმუნდებით, ნედლეულის შიდა სტანდარტთან შესაბამისობაში გაიცემა დაცლის ბრძანება და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. ელევატორების საშუალებით ნედლეული გადაიგზავნება შემნახულ ბუნკერებში, გაივლის მაგნიტს, მოსწილდება ზედმეტი მეტალის ნაწილაკები
და ხდება აქტიური ვენტილაცია, ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგი. ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, შემდეგ ვიდეოში კი უშუალოდ გაგაცნობთ წარმოების პროცესს. მსგავსი საინტერესო კონტენტისთვის გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.